მადონა ჯავახიშვილი, ბორიენი. პროექტის გენერალური სპონსორია ნანა ბიუთი ჰაუსი. პროექტის სპონსორია მიქსტრეველი. პროექტის სპონსორია წიგნების თარო ათენში. შენი ქართული კუთხე ევროპაში. იდეის ავტორი და მთხრობელი კახისიბოშვილი. ახმოვანებენ აკო შელია, მარია სახამბერიძე, მამუკა ქაჯაია, ხათუნა ბოღრაშვილი, მარიამ უღრელიძე, ნიკოლოზ ტყავაძე. რომი 1909 წლის 10 დეკემბერი. გემი მარია ანგელა პორტში შევიდა. თოვლით გადათეთრებული ქალაქი უფრო ლამაზი ეჩვენა ავგუსტინს. ეს პირველი შემთხვევა იყო, სახლში დაბრუნება ასე ძალიან რომ უხაროდა. მიდიოდა ახალი ოცნებებით და ყურში სულ მხატვრის სიტყვები ჩაესმოდა. გახსოვდეს, აფროდიტე არასდროს აადირო, იყბალს თმაში უნდა წაავლო ხელი. შუაღამისას გემი პორტში შევიდა. ხმამაღლა ამოიკვნესა და დაღლილმა ოხშივარი ამოუშვა. მაინც და მაინც დღეს აირია ამინდი. გუშინაც სვიმდა, მაგრამ ასეთი სიცივე არ იყო. თქვა ემილიმ და ჩემოდნების შესასვლელში დააწყო. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. კოპიტის შეშა სასიამოვნოდ იწვოდა. ბერტა კარებთან შეეგება ავგუსტინს. როგორ იმგზავრეთ ბატონო? მადლობა ღმერთს. კარგად ვიმგზავრე და საქმეებიც კარგად მიდის. სახლში ხომ ყველანი კარგად ხართ? თქვა ავგუსტინმა და პალტო იქვე საკითხზე ჩამოგიდა. მარია ანგელას ძინავს. გინდათ გავაღვიძო? გვიანობამდე გელოდებოდათ. იყოს, არ გააღვიძო, ხვალაც აქ არ ვიქნები. ემილიმ ცეცხლს რამდენიმე კუნძი კიდევ შეუგეთა. გმადლობ ემილი. წადი, შენც დაისვენე. უკვე გვიანია. შვიდობის ღამე მოგცეთ ღმერთმა ბატონო. თქვა ემილიმ და გასასვლელი კარისკენ გაემართა. ცხელი ჩაი ხომ არ გესიამოვნებათ? არა, გმადლობ ბერტა. გემზე ვივახშმე. მეც დაგემშვიდობებით თუ არაფერი გინდათ. გათბით და მოისვენეთ. არა, შენ ნუ წახვალ. თითქოს მუდარა გაისმა ავგუსტინის ხმაში. ჭირდები, ისე ძალიან ჭირდები, როგორც ავადმყოფს იმედი. ავგუსტინმა მსუბუქად წაავლო ხელი ქალის ნაზთითებს. ბერტამ წუთიერად შეიგრძნო, როგორ დაუარა მთელ სხეულში თბილმა, სასიამოვნო ტალღამ. უნდოდა ჩახუტებოდა საყვარელ მამაკაცს, კერძზე მიედო თავი და მისი გულისცემა მოესმინა, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან მისთვის ავგუსტინი მიუწვდომელი მამაკაცი იყო. ხანდახან საკუთარი ოცნებაც კი აშინებდა. წარმოუდგენლად მიაჩნდა იმ დიდი სიყვარულის განხორციელება, რომელსაც ყველას გამფარულად ატარებდა გულში. ახლაც ვერ იჯერებდა, რომ ავგუსტინის სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდა. მთელი ტანით აკანკალდა, თვალები აემღვრა. ქალის ეს მდგომარეობა არ გამოჰპარვია ავგუსტინს. ახლა უფრო გათამამდა. ქალს თითები შეუცურა თმებში და ისე დაეწაფა მის ვნებიან ტუჩებს, როგორც უდაბნო გამოვლილი წყალს. ქალი სრულიად მინებდა მის ძლიერ მკლავებს. ახლა მხოლოდ ორნი იყვნენ დედამიწაზე. თითქოს სამყარო სრულიად გამქრალიყო მათ გარშემო. ვულკანს მიაკავდა ეს ხვევნა და ალერსი. იმ მაგნას დიდი ხანი რომ იგროვებს ლავას გულის წიაღში და ამოხეთქს. ჩურჩულებდა ავგუსტინი და ვნებამორეული უკოცნიდა თეთრ ყელს. მიყვარხარ ბერტა. დიდი ხანია მიყვარხარ. მეც მიყვარხარ ავგუსტინ. თავდავიწყებით მიყვარხარ. ვიცოდი რომ ეს დღე ოდესღაც გათენდებოდა. გელოდებოდი. ამბობდა ქალი და სახეს უკოცნიდა. თან ცრემლების დიოდა. ნუ ტირი ჩემო ბედნიერების მიზეზო. ყველაფერი დამთავრდა. ახლა ჩვენ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს. არა, ვერც ის დაგვაშორებს. არ მივცე მამის ნებას. თურმე რა ძალიან მყარები ხარ. როგორ მომნატრები ხარ. ვარდის ფერხელის გულებს უკოცნიდა ავგუსტინი. ქალი ჩიტივით თრთოდა კაცის მკლავებში. სიამოვნებით თვალებს ხუჭავდა. ავგუსტინმა ლავასავით მოწოლილი ვნება ვერ შეიგავა.
ქალს წელზე ხელი მოხვია, შემდეგ კაბის ღილები ბოლომდე შეუხსნა. სანთლის შუქზე მარმარილოსავით ელავდა ბერტას შიშველის სხეული. ავგუსტინი აბრეშუმივით კანს ვნებით უკოცნიდა. თავს ვერ იკავებდა. მთელ სხეულში სისხლი ცეცხლივით დაუდიოდა. არც ქალი ცდილობდა თავის დახსნას. ბოლომდე მინებდა და ორი სხეული ერთ მთლიანობად იქცა, როგორც ინი და იანი, საწყისი და სასრული. არს იყო ველივესი. რომში საშობაო სამზადისი დაწყებულიყო. ქალაქის ქუჩები და მაღაზიის ვიტრინები, პარკები მოერთოთ ფერადი ხელნაკეთი ქრიზანთემებითა და მოციმციმე ნათურებით. თოვლი უფრო მეტ საშობაო განწყობას ქმნიდა. ქუჩებში მოსეირნეებმა იმადეს. დადიოდნენ მაღაზიებში და საჩუქრებს არჩევდნენ საყვარელი ადამიანებისთვის. გზებზე თოვლის გუნდებით ჩასაფრებული ბავშვები გამლელ-გამომლელს არ ზოგავდნენ. ზოგი ღიმილით, ან ისევ გუნდით პასუხობდა უნავრებს. ზოგიც ბრაზითა და ჩხუბით იკლებდა იქაურობას. მარია ანგელაც თანატოლებთან ერთად ერთობოდა გიმნაზიის ეზოში. თაყვანის მცემელიც ბევრი ჰყავდა, თუმცა მისი რჩეული მხატვარი როდრიგო იყო. ქალაქის მერმა საშობაოზე იმი დიდ თეატრში დაგეგმა, სადაც მარია ანგელაც იყო მიწვეული. ამ დღეს მოუთმენლად ელოდა ქალიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ მეჯლისს არც მხატვარი დააკლდებოდა. საღამოზე მიწვეული სტუმრები ნიღბებით იყვნენ, რაც უფრო საინტერესო და სახალისო განწყობას ქმნიდა. მარია ანგელამ სპეციალური კაბაც კი შეიკერა და ნიღაბიც დაამზადებინა. ავგუსტინიც მიიწვიეს, თუმცა ასეთ ადგილებში სიარულს არ იყო ჩვეული. თვლიდა, რომ ასეთი მეჯლისები მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი და ზრდასრულ მამაკაცს იქ არაფერი ესაქმებოდა. ქალაქის მერის დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა და როგორც იქნა დაითანხმა კაპიტანი, რომელიც იქ წასვლას ბერტას გარეშე არც აპირებდა. ამიტომ სამზადისში მთელი ოჯახი ჩაერთო. ავგუსტინი მისაღებოდ ახში იჯდა ბუხართან და გაზეთს კითხულობდა. მარია ანგელა მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასულიყო. ოთახში ბერტა შემოვიდა. ზურგიდან ჩუმად მიეპარა საყვარელ მამაკაცს და ყელზე ხელები შემოხვია. ჩაის ხომ არ დალევ ავგუსტინ? მოხვედი, ჩემო სიხარულის მიზეზო. სიამოვნები დავრო შენთან ერთად. ბერტამ ზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი. კაპიტანს ესიამოვნა, მისი ხელი მუჩში მოიქცია და თავისკენ მიეზიდა. ქალი წატორტმანდა და მექანიკურად მის მუხლებზე ჩამოჯდა. ავგუსტინ, ვინმე დაგვინახავს? უნდა დაგვინახონ. სულ მალე ყველა გაიგებს ჩვენი ბედნიერების ამბავს. ვიცი, ჩემ შვილს გაახარებ ჩემი გადაწყვეტილება. ხვალს ადგილზე ოფიციალურად გამოგაცხადებ ჩემს აცოლედ. შობის მერე ჯვარსაც დავიწერთ. ხომ არ ჩქარობ ავგუსტინ? ჩქარობ? რას ამბობ? დავაგვიანე კიდეც. ეს რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო. ახლა შეიძლება კიდევ ერთი შვილიც ყოლოდა. ხვალ წირვის შემდეგ მოემზადე. დასამალი არაფერი მაქვს. და ყველამ გაიგოს ჩვენი ბედნიერების შესახებ. მიყვარხარ. უზომოდ მიყვარხარ. ბერტას სიხარულით სახეობ წყინავდა. სამზარეულოში გავიდა. ჩაიდნიდან ორ ჭიქაში ჩამოასხა სურნალოვანი ჩაი. რამდენიმე ნატეხი შაქარი, თითო ნაჭერი ლიმონი ჩააგდო და სიხარულით ღიღინი წამოიწყო. როგორ უნდა და ახლა ვინმესთვის თავისი ბედნიერება გაეზიარებინა. მისაღებოდ ახში დაბრუნდა. ერთი ჭიქა ავგუსტინს მიაწოდა და მის გვერდით მოგალათდა. შენ არც კი იცი რამდენი წელი ველოდი ამ წუთებს. არ ვიცი ვინ გირჩი ან რამ განაპირობა რომ გადაწყვეტილება მიიღე. მაგრამ მე მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩემი ოცნება რეალობად იქცა. დედა მეტყოდა ხოლმე, თუ გულით გინდა და გჯერა, აუცილებლად აგისრულდებაო. ხვალ წირვის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. სადილობისას აუცილებლად დავბრუნდები. ყველანი გააფრთხილე, მარია ანგელა, ოფელია და ემილიც. მინდა ერთად ვისადილოთ. როგორც შენი ტყვი, ჩემო სიყვარულო. ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა. ბერტა წამოდგა და შემოსასვლელისკენ გაემართა. ასე დილა ადრიან ვინ უნდა იყოს? ბერტამ კარი გაახო. მის წინ სახე წამოწეთლებული გოგონა იდგა, ცოტა შეშინებული და დაბნეული. გამარჯობა, ვინ გნებავთ? გამარჯობა, სენიორიტა. მე როზა ვარ. პორტში ბარი რომ მაქვს, ბებიტოს მეგობარი. ხო, როზა გამიგია.
შემოდით, ხომ მშვიდობაა? ბებიტო ხომ კარგადაა? შეშინებულმა იკითხა ბერტამ. იცით, ბებიტო პოლიციის გაყოფილებაში წაიყვანეს წუხელ. გოგონა ცოტა ხნით შეჩერდა. ახლა უფრო მეტად აღელდა ბერტა. რატომ? რა დააშავა? მეზღვაურებს ეჩხუბა, ხელჩართული ბრძოლა გამართეს. ვერაფერს გავხდი. ხმაურზე პოლიცია მოვიდა და სამივენი გაყოფილებაში წაიყვანეს. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, აქ მოსვლა მომჯობინე, რომ მის მშობლებს შევატყობინო მომხდარის შესახებ. ავგუსტინს ესმოდა, რომ ბერტა ვიღაც უცხო ქალს ესაუბრებოდა. ხმაზე მიხვდა, რომ აღელვებული ჩანდნენ, თუმცა არ ესმოდა, რაზე საუბრობდნენ. ვინ არის ბერტა, მოხდა რამე? მისაღები ოთახიდან გამოსწახა კაცმა. როზა, ბებიტოს მეგობარი. ემილიას და ოფელიას კითხულობს. თქვა ბერტამ და გოგონასთან ერთად ეზოში გავიდა. გეზი პატარა ქოხისკენ აიღო, სადაც ბებიტოს მშობლები და და ცხოვრობდა. ოფელიამ როზა რომ დაინახა შეკრთა, ფერი დაეკარგა. აკანგალებული ხმით ჰკითხა გოგოს. რა დაემართა ჩემს ბებიტოს? როზა დაიბნა, ისე შეშინდა, თითქოს თავად იყო დამნაშავე მომხდარში. ხმის ამოღებას ვერ პედავდა. ხმა მოიღე, რა უბედურებაა ჩემს თავს? დაწყნარდი ოფელია, ბებიტო ცოცხალი და საღსალამათია. სახლში შევიდეთ, აქ ხომ არ ვისაუბრებთ. ემილია სადაა? უთხრა ბერტამ ქალს და ხელკავი გამოსდო. ბაზარში წავიდა, მალე მოვა. სიცივისგან თუ ნერვიულობისგან როზას ყურები და სახე ერთიანად ასწითლებოდა. შინდისფერი ბერი და თავიდან მოიხადა, მერე პალტოს ღილები შეიხსნა და მორიდებით ჩამოჯდა სკამზე. ოთახს თვალი მოავლო. სულ ორი დაბალჭერიანი ოთახისგან შედგებოდა ოფელიასა და ემილის საცხოვრებელი. მისაღები ოთახი, სადაც ახლა ისხდნენ, სასადილოც იყო და საწინებელიც. და ერთიც კიდევ პატარა ოთახი, სადაც ერთ დროს ბებიტოს და მის უმცროს დასეძინათ. ოთახში იდგა ერთი მაგიდა, რამდენიმე სკამი, ნიკელის საწოლები და სარკიანი გარადა. პანჯარასთან კი დიდი ძველი სკივრი. ოფელიას ერთი სული ჰქონდა შეეწყო გოგონას აქ მოსვლის მიზეზი. ტყუილად არ მოხვიდოდი. ხომ ასია? დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ არასდროს მოსულ ხარ. ისიც ვიცი, რომ დაკავებული ხარ და მთელი დღე მუშაობ. ამიტომ გამიკვირდა შენი დღევანდელი სტუმრობა. სანაპიროდან ქალაქის ცენტრამდე დიდი მანძილია. აქ ჩემს ანახავად არ მოხვიდოდი. ოფელია მაგიდასთან მივიდა. გრაფენიდან წყალი ჩამოასხა ჭიქაში და აღელვებულ როზას მიაწოდა. ცოტა წყალი დალიე, დამშვიდდი და მომიყევი, რა მოხდა? თავადაც გვერდით მიუჯდა. გოგონამ წყალი მოსვა. ღრმა დამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო. გუშინ საღამოს როგორც ყოველთვის ბებიტო ბარში მოვიდა. გარეთ ციოდა და ცხელი კერძი მოითხოვა, ღვინოც დალია. გვერდით მაგიდასთან უცხოელი მეზღვაურები ისხდნენ. უცხოები არ არიან, თითქმის ნახევარი წელი აქ ცხოვრობენ და ბებიტოსთანაც მეგობრობდნენ. ამ ბოლო დროს აერიათ ურთიერთობა. მიზეზი არ ვიცი და არც მიკითხავს. პორტუგალიელი ჩემთან მოვიდა და შეკვეთა მომცა. დაბრძანდი და მოგიტან მეთქი. რამდენიმე ჭიქა უკვე დალეული ჰქონდა და ნასვა მიიღო. ის მაინც ბართან იდგა და უცნაურად მიყურებდა. ვცდილობდი სახე ამერიდებინა. სასმელი მალევე დავუსხი და მივაწოდე. ის გადმოიხარა და მაკოცა. არ მინდოდა ხმაური ამეტეხა. ხელით მოვიშორე და დარბაზში გავედი. მაგიდებს ჩამოვუარე. ანტონიო არ წყნარდებოდა. კიდევ კარგი ბარში ხმაური იყო და მისი საუბარი არავის ესმოდა. ვთხოვე დაწყნარებულიყო სასმელი შეარგო და ხვალ ფხიზელ გონებაზე გვესაუბრა ამ საკითხზე. მერე სამზარეულოში შევედი შეკვეთის მოსამზადებლად. ხმაურზე გამოვედი და რას ვხედავ? ბებიტოს და ანტონიოს ხელჩართული ჩხუბი გაუჩაღებიათ. ხალხი მისცვივდა გასაფრველებლად, მაგრამ მაინც არ წყნარდებოდნენ. ერთმანეთს ჭიქებს, თეფშებს, ბოთლებს, სკამებს, მოკლედ რაც ხელში მოყვებოდა და ესროდნენ. ყველაფერი დაამტვრიეს. ხმაურზე პოლიცია მოვიდა. ბებიტო და ორივე პორტუგალიელი ეტლში ჩასვეს, განყოფილებაში წაიყვანეს. ამ დილით პოლიციელი მოვიდა ბარში და მითხრა: ორშაბათს პოლიციაში ხარ გამოძახებული დაკითხვაზეო. არ ვიცოდი ვისთვის მეკითხა რჩევა. მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. თქვენც ხომ უნდა გცოდნოდათ სად არის თქვენი შვილი. ამიტომაც თქვენთან მოვედი. გოგონა ხელავდა და სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა. მოიცა შვილო, მეჩვენება თუ
თავი დამნაშავე გონია. ჩემმა მუტრუკმა შვილმა ავეჯი და ჭურჭელი დაგიმტრია, ზარალი მოგაყენა და შენ ისე მიყვები ამ ამბავს, თითქოს მე მთხოვ პატიებას. როზა უფრო წამოწითლდა. საწყალი ობოლი გოგო ახლა უფრო მეტად დაიბნა. იატაკს დაშერებოდა. არ იცოდა თვალებისად დაემალა. ოფელიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მის შვილს როზა უყვარდა. ახლა იმის მოსმენა უნდოდა, გოგონას რა გრძნობა გააჩნდა მის მიმართ. ხომ არაფერს მიმალავ, შვილო. ბოლომდე მითხარი ყველაფერი. ვედრებით შეხედა გოგონას ოფელიამ. მეტი არაფერი მომხდარა, რას უნდა გიმალავდეთ, სენიორა. მამა ჩემს შვილივით უყვარდა. სიკვდილის წინ მისი ბოლო სიტყვები ბებიტომ მოისმინა. როზას მიმიხედეო, უთქვამს. ამის შემდეგ რაღაცნაირად ვალდებულად გრძნობს თავს. მისი დახმარებით შევიძინე ეს ბარიც. მეც როგორც შემეძლო ვზრუნავდი მასზე. ბატონი ემილიც ბევრჯერ მოსულა ბარში. სიკეთით უნდა გადაუხადო ადამიანს. ასე არაა? ამაში ცუდი ხომ არაფერია. კიდევ ერთხელ აუწითლდა როზას სახე და ოფლმა დაასხა. ცუდი არაა, ცუდი ისაა, რომ ჩემი შვილი ყოველ დღეს ასმელს ვამს. ახლა ჩხუბი დაუწყია. მამალივით ყოყლოჩინობს და შარს ეძებს. ახლა ეს ემილის როგორ ვუთხრა, დარდით მოკვდება კაცი. ანიქ რამდენ ხანს დატოვებენ, ალბათ ციხესაც მიუსჯიან. ცრემლები გადმოსვიუდა ქალს. როზამაც ვერ შეიკავა თავი. ოფელიაც გადაეხვია და მასთან ერთად აქვითინდა. მე დაკითხვაზე მისა წინააღმდეგოს არაფერს ვიტყვი. პირიქით, დავიცავ კიდეც. იქნებ მალე გამოუშვან. თქვენ არიდარდოთ, სენიორა. ქალს შეეცოდა ობოლი გოგონა. შვილივით ჩაიხუტა და მიეფერა. შენი ბრალი არაა. ჩემი შვილია დამნაშავე და პასუხიც მან უნდა აგოს. მადლობის მეტი რა მეთქმის. როზა ქალს დაემშვიდობა და დადოვა გემინოების ოჯახი. იმ ღამით ოფელიას და ემილის თვალი არ მოუხუჭავთ. რომში ისევ თოვდა. ფარფატა ფიფქები ცეკვით ეცემოდნენ მიწაზე. ბუნება კეკლუცი ქალივით ცდილობდა თეთრ სამოსელში გამოწყობილი შეხვედროდა შობის დღესასწაულს. პადრე აბელმა დილიდანვე დაიწყო ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვა. ტაძარიც და მოედანიც მრევლით იყო სავსე. აქ იყვნენ ავგუსტინი, ბერტა და მარია ანგელაც. აბელმა ქრისტეს დაბადებით უფლისგან მომატლებულ სიხარულზე ისაუბრა. ქრისტე ნათელი გზაა, რომელიც წუთი სოფლის ბნელ და ცოდვიან ბილიკებს გვინათებს. ახალი სიტყვა და ახალი ზეციური სასუფეველი. ის ხიდია ყველა ადამიანისთვის, ვინც უფალთან მისასვლელ გზას ეძებს. თუ გული სიყვარულით აივსება, იქ ბოროტსა და მაცდურს ადგილი არ დარჩება. ვერ დაიბუდებს კაცის გულში, რადგან სადაც სინათლეა, იქ სიბნელე ვერ იქნება. თუ ჭურჭელი პირთამდე სავსეა ღვინით, მასში ძმარი ვერ ჩაეტევა. ხოლო თუ ნახევრად სავსე, ადვილად დაიტევს ზღვარძლსა და შხამს. ამიტომ აივსეთ ბოლომდე სიყვარულით. რადგან სიყვარულია ღვთაებრივი გრძნობა, რომელიც გვაბედნიერებს. პადრემ დაწვრილებით ისაუბრა მიტევების აუცილებლობაზე. მშვიდობა უსურვა სრულიად სამყაროსა და კათოლიკურ ეკლესიებს. ტაძარში საშობაო გალობა გაისმა. ისევ წარსულის ნაკვალევს გაედევნა ავგუსტინის გონება. თუმცა ამჯერად მალევე შესძლო რეალობაში დაბრუნება. გვერდით მდგარ ბერტას გადახედა, რომელსაც სიმშვიდე, მადლიერება და სიხარული ერთად გადახფენოდა სახეზე. შემდეგ მზერა მარია ანგელაზე გადაიტანა, გოგონა ტკბილი ხმით გალობდა. პირჯვარი გადაისახა ავგუსტინმა და პირველად ამდენი წლის შემდეგ უფალს მადლობა გადაუხადა. იგრძნო როგორ აევსო გული სიმშვიდითა და უსაზღვრო სიყვარულით. გალობის დასრულებისთანავე აბელმა ხმამაღლა მიმართა მრევლს. მისი უნეტარესობა რომის პაპი პიუს დეციუმ მეათე. პაპი ხანდაზმული იყო და ნელი ნაბიჯით მოდიოდა ტაძრის შუაგულიდან.
წინ პატარა ბავშვები სანთლებით ხელში ანგელოზებივით მოუძღოდნენ გალობით. უკან კი კარდინალები და მაღალი იერარქიის მსახურნი მოჰყვებოდნენ. პაპი კვარცხლბეკზე მისთვის განკუთვნილ ადგილას ავიდა და ქადაგება დაიწყო. მრევლს შობა მიულოცა. შემდეგ კი ხშირ ზიარებასა და ლოცვისკენ მოუწოდა. აფრთხილებდა მათ ბოლო ჟამის მოახლოებაზე. საუბრობდა თუ რაოდენ აუცილებელია სულის გადარჩენა მანქანების საუკუნეში, სადაც ცოდვა და ბოროტება მომრავლდა და სიყვარული განელდა, რაც კიდევ მეტ საშიშროებას უქმნიდა ქრისტიან ადამიანს. კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს ქრისტეს შობა. პირჯვარი გადასახა და საკურთხევლიდან ჩამოვიდა. ისევ გალობა გაისმა. პიუს მე-10 ზედა სართულებისკენ მიმავალ კიბისკენ გაემართა თან მხლებ პირებთან ერთად. რამდენიმე სართული აიარა და შემდეგ თავისი ოთახის აივნიდან მიესალმა ტაძრის ეზოში შეკრებილ მორწმუნეებს. შობის ბრწყინვალე დღესასწაული მეულოცა. ხალხი სიყვარულითა და ოვაციებით შეეგება პაპს. პიუს მე-10 გამორჩეულად უყვარდათ უსაზღვრო სიკეთისა და მადლიანი საქმეების გამო. ამიტომ ის გარდაცვალების შემდეგ წმინდანად იქნა შერაცხილი კათოლიკურ ეკლესიის მიერ. პირველი შემთხვევა იყო, როცა ემილი და ოფელია ვერ დაესწრნენ საშობაო წირვა ლოცვას. ისინი პოლიციის განყოფილებისკენ მიეჩქაროდნენ. ძველ შენობაში შევიდნენ. ნესტის სუნით გაჯერებული კედლები ალაგ-ალაგ დაბზარულიყვნენ მიწისძვრის შემდეგ. თითქმის მორყეულ ხის კიბეებს აუყვნენ და მეორე სართულზე პოლიციის უფროსის კაბინეტთან შეჩერდნენ. ნახევრად ბნელ დერეფანში ძლივს გაიკულიეს გზა. ის იყო, კარზე დაკაკუნებას აპირებდნენ, რომ საიდანღაც ლურჯ მუნდირში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი წინ გადაუდგა და მკაცრი ტონით შესწახა. შეჩერდით. ვინ ხართ? საბუთები წარმოადგინეთ. აკანგალებული ხელით გახსნა ჩამთა ოფელიამ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ძებნა დაიწყო. აღელვებულმა და დაბნაულმა როგორც იქნა იპოვა საბუთები და პოლიციელს გაუწოდა. ფორმიანი ფანჯარასთან მივიდა, ყურადღებით დააკვირდა გაცრეცილ ფურცლებს. ემილი გემინო და ოფელია გემინო. დიახ ბატონო. მოკრძალებით უპასუხეს შეშინებულებმა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ აქ ამ შობა დღეს რა მოგიყვანათ? დაგიბარათ ვინმე? თუ საჩივარი გინდათ, შემოიტანოთ. არავის დაუბარები ვართ. ჩვენით მოვედით. ბებიტო გემინოს მშობლები ვართ. აქ ხავთ დაკავებული ჩხუბის გამო. აჰა, გასაგებია. თავი დააქნია პოლიციელმა. ახლა დაკავებულის ნახვა შეუძლებელია. ამისთვის განცხადება უნდა დაწეროთ უფროსთან. მისი ნებართვის გარეშე ეს დაუშვებელია. უფროსი კი დღეს არ იქნება. ზეგ მობრძანდით. როგორ? იქამდე ვერ ვნახავ ჩემ შვილს. ვწუხვარ, მაგრამ ასია. ღვთის გულისათვის მანახეთ ჩემი შვილი, სულ ერთი წუთით. ვერ გაიგეთ რა ვთქვი. გასაგებად არ აგიხსენით? გავიგე ბატონო, მაგრამ დედა ვარ და მინდა ჩემი შვილი ვნახო, სულ ერთი წუთით. შევხედო რომ კარგადაა, შორიდან დამანახეთ, დავწმუნდე რომ არაფერი უჭირს. ემუდარებოდა ოფელია პოლიციელს. საყვედურს მივიღებ. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. კანონია და ის ყველაფერზე უზენაესია. უზენაესი ღმერთია, შვილო. დღევანდელი დღის და იესო ქრისტეს მადლი არ მოგშლოდეს. ოფელიამ პატარა ჩანთას ხელი დაავლო. პოლიციელს გაუწოდა. აი, აქ საშობაო ღვეზელებია, თქვენც მიირთვით და ჩემს ბებიტოსაც აჭამეთ. რა ღვეზელი, ქალბატონო, აქ სანატორიუმი ხომ არ გგონიათ? პოლიციის განყოფილებაა. თქვენი შვილი კი ხულიგნობისთვის დააკავეს. ხულიგანი და ჯიბგირი არაა, ჩემ ბებიტო. შეყვარებულია, გესმით? განა სიყვარული უნდა დაისაჯოს. ოფელია ტიროდა. ლამის მუხლებში ჩაუვარდა ახალგაზრდა პოლიციელს. ემილმა ხელკავი გამოსდო. უნდოდა იქიდან გაეყვანა, მაგრამ ქალი არ მიხვებოდა და საუბარს აგრძელებდა. ვიცი რომ მკვლელი და ყაჩაღი არაა, დაწყნარდით. მაგრამ კანონია და ვერ დავარღვევ.
მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებ. მადლიქენი, შვილო, არ დაგეკარგება. ამაზე დიდი მოვალეობა ადამიანს არ აკისრია. დღევანდელ დღეს ნუ გამიშვებს სახში ატირებულს, მრავალს დაგასწრებს ღვთისმშობელი. ქალის თვალებში უსაზღურო სევდა დაინახა პოლიციელმა. ის აკანკალებული ხმით საუბრობდა, უпроსორად ემუდარებოდა. თვალწინ საკუთარი დედა დაუდგა. რატომღაც ოფელიას ხმა მისას მიამსგავსა. ალბათ შვილზე დარდის დროს ყველა დედას ერთნაირი ხმა აქვს. გაიფიქრა პოლიციელმა და მონოსხულივით დასთანხმდა. გამომყევით. ოღონდ სულ 5 წუთით. თქვენ გასასვლელ კართან დაგველოდეთ. უთხრა ემილის. იმედია არავინ დაგვინახავს, თორემ სამსახურსაც დავკარგავ და თავსაც. წმინდა მადონამ დაგლოცოს, შვილო. გახარებული ოფელია ხელაპყრობილი ლოცავდა ახალგაზრდას. ჩქარი ნაბიჯით ჩაუყვნენ ხის კიბეებს. ემილი გასასვლელი კარისკენ წავიდა. ოფელია და პოლიციელი კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩავიდნენ. ნესტის სუნმა იმატა. ვიწრო ბნელ დერეფანს, რომელსაც ფანჯარა არსაიდან ჰქონდა, მხოლოდ მჟუტავი ნათურა ისიანათებდა, რომ კედელს ან კარებს არავინ დასჯახებოდა. სუნთქვაც კი ჭირდა სარდაფში. ისეთი სივიწროვე და დახუთულობა იყო. ოფელია გულის ფანცქალით მიყვებოდა უკან პოლიციელს. გზა დაუსრულებლად მოეჩვენა. ერთ კართან შეჩერდა ფორმიანი. კამარზე დაკიდებული გასაღებების ასხმა ხელში შეათამაშა. ყველაზე დიდი გასაღები მონახა და რკინის კარი გააღო. ისევ პატარა დერეფანი გაიარეს. ახლა მათ წინ ისევ რამდენიმე კარი გამოჩნდა. პოლიციელმა ერთ კარზე მიაბრახუნა. ბებიტო გემინო. კარის მეორე მხრიდან ბებიტო მოპასუხა. პოლიციელმა საკეთს გასაღები მოარგო და რამდენჯერმე გადაატრიალა. კარი გაიღო. შენთან ნახველია. საუბრის დრო 5 წუთი. ღია კარიდან ისეთი სიცივე გამოვარდა, ალბათ ქუჩაშიც არ ციოდა ისე. იატაკზე თივა ეყარა. ერთი თხელი პლედი მიეცათ ბიჭისთვის. კედელზე პატარა ნათურა ძლივს ბჟუტავდა. ოფელია ხელის ცეცებით მივიდა შვილთან. ჩაეხუტა. გაყინულ ლოყებს უკოცნიდა. გულში იკრავდა. ბებიტოს რწხვენოდა, რომ მის გამო მისი საფიცარი ქალი ამ ჯორღმულში აღმოჩნდა. შობა ჩაუშხამა და მოსვენებაც დაუკარგა. უცებ ცრემლები მოაწვა თვალებზე და დედის მკერდში ჩახუტებული ატირდა. მაპატიე, დედა, მაპატიე. მაპატიე, რომ ჩემ გამო აქ მოგიწია მოსვლა. აქ არა ანგელოზების ადგილი. შენ აქ არაფერი გესაქმება. დაწყნარდი, შვილო. როზამ ყველაფერი მიამბო. კეთილი გული გაქვს, მაგრამ ხომ გეუბნებოდი დაგღუპავს ეს სიფიცხე მეთქი. ვინმე ხომ არ დაასახიჩრე, შვილო, ცოდვა ხომ არ დაიდე კისერზე. არა, დედა. ისეთი არაფერი მომხდარა. ყველა ცოცხალი და ჯამრთელია. დიდება უფალს. ცოცხალ მკვდარია საწყალი მამაშენი, გარეთ მელოდება. გუშინდელ საქეთია წყალიც არ დაულებია იმ საცოდავს. მალე უნდა წავიდე. იმ ქრისტიანმა კაცმა ხათრი ვერ გამიტეხა და 5 წუთით შემომიშვა. საფრთხეს ვერ შევუქმნი. შენ კი თავს გაუფრთხილდი, თუ ეს შესაძლებელია აქ. იმედია მალე გამოგიშვებენ. კარგი გაკვეთილი იქნება შენთვის. აი, ეს ჩანთა გამომართვი, შიგნით ღვეზელი და ტკბილეულია. მადლობა, დედა. მადლობა უფალს უთხარი, რომ უბედურება არ დატრიალდა. არც მკვდარი ხარ და არც მკვლელი. ესაა მთავარი. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ქალი ცოტა ხანს შეჩერდა. მერე ხიმილით უთხრა. შვილო, ხომ გიყვარს ის გოგო? ჰოდა უთხარი, იმასაც უყვარხარ. გუშინ დავინახე მის თვალებში. სიყვარულს ჩხუბი კი არა, მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში ბებიტო. სახე დაუკოცნა და პირჯვარი გადასახა. ილოცე, შვილო. ილოცე და უფალი გაგიხსნის ამ რკინის კარს. თქვა ქალმა და იქაურობა დადოვა. წირვის შემდეგ ბერტა და მარია ანგელა სახლში წავიდნენ. ავგუსტინს კი
ერთი მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა დასამთავრებელი. ფაეტონი აიყვანა და ქალაქის წმინდა პავლეს სახელობის სასაფლაოსკენ გაემართა. დღეს საბოლოოდ უნდა დამშვიდობებოდა ანგელას. მისთვის უნდა ეთხოვა დახმარება ახალი ცხოვრების დასაწყებად. იქვე სასაფლაოს შესასვლელთან ქალები იდგნენ და კალათებით ყვავილებს ყიდდნენ. ავგუსტინმა ჯიბიდან ფული ამოიღო. თლიანი კალათა შეიძინა და დათოვლილ ბილიკს გაჰყვა. საფლავზე ანგელას თეთრ მარმარილოს ქანდაკებას მიუახლოვდა. თოვლი გადაფერთხა. გაასუფთავა. კალათიდან ყვავილები ნაზად ამოიღო და საფლავზე მოაბნია. მოვედი ანგელა. შობას გილოცავ. ცრემლები წამოსწვევდა კაცს. ხომ არ მიწლები ჩეულამასო. ხომ არ გონია რომ გიღალატე. ქალის ქანდაკებას ისე მიაჩერდა სევდიანი თვალებით, თითქოს პასუხს მისგან ელოდა. მარტოობით დავიღალე. ბევრი ვერ ბრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ დავმარცხდი. ალბათ ცოცხალთა წესია სიცოცხლისათვის ბრძოლა. მეგონა სიკვდილამდე შევძლებდი მარტოობის უღლეს სიტყვას. ხომ? მეგონა, მაგრამ ძნელი ყოფილა ადამიანობა. ცხოველსაც კი უჭირს მარტოობა. მარია ანგელა, ჩემი ცხოვრების ნათელი სხივია. მადლობა შენ, რომ ეს სხივი მაჩუქე და დედამიწაზე გზის გასანათებლად დამიტოვე. ისიც გაიზარდა. მალე ალბათ გულისწორს მონახავს და დაფრთიანდება. მე კი გვერდით ადამიანი მჭირდება, ვისაც ვეყვარები და ჩემზე იზრუნებს. არ იფიქრო, თავს ვიმართლებ შენს წინაშე. არა, ჩემო პირველო და ტკივილიანო სიყვარულო. ბერტა იმსახურებს სიყვარულს. მან ჩვენი შვილი საკუთარივით გაზარდა. ცივნიავს არ აკარებს. არ მიწყინო, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. შენ სულ მეყვარები. გულში რომ ადგილი დაგითმე, ის შენია. ყოველთვის იქ იქნები, სანამ პირში სული მიდგას. ის ჩვენი ხანმოკლე, მაგრამ წფელი სიყვარულის ადგილია და იქ ვერავინ შეძლებს შესვლას. მიყვარხარ და ძალიან ვინატრები. ოდესღაც ალბათ შევხვდებით. ასე ამბობს პატრე აბელი. შენ არც არსად წასულ ხარ. სულ ჩემს გულში ხარ. ცრემლები წამოსწვევდა ავგუსტინს. თბილი წვეთები თოვლს დაებკურა. თითქოს ცივ სამარემდე უნდოდა ჩახწევა, რომ იქ მკვდრის გაციებული სხეული გაეთბო. ავგუსტინი ფეხზე წამოდგა. ქანდაკებას აკოცა. მე კიდევ მოვალ. თქვა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. მიდიოდა კაცი და ნაფე ხურებს ტოვებდა დათოვლილ ბილიკზე. სიკვდილ სიცოცხლის გზა გასაყარზე. სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ახალ ცხოვრებასთან, რომელსაც ბერტა ერქვა. ყურში ჩაესმოდა პატრე აბელის სიტყვები. გლოვაც მთავრდება ოდესღაც და სიხარულიც. ახლა კი მის ცხოვრებაში გლოვის დამთავრების დრო დამდგარიყო. გასცდა დიდ შავ რკინის კარებს. უკან არ მოუხედავს, როგორც ამას სხვა დროს აკეთებდა. ალბათ უნდოდა წარსულის ტკივილი სამუდამოდ დაეტოვებინა ამ ჩუმ და იდუმალ ადგილას.